განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს და საქართველოს პრეზიდენტს და ასევე შეერთებული შტატების საელჩოს მადლობას უხდის. შაიშმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 დეკემბერს სოციალურ ქსელში გასაჯაროებული პატაკით დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელს გიორგი გოგინაშვილს კი წასვლის პატაკი მხოლოდ 3 კვირის შემდეგ დაუკმაყოფილეს, რომელსაც სისტემით წასვლა სწორედ პოლიტიკური მოსაზრებების გამო მოუწია. სხვა საჯარო უწყებებში კი არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ რეპრესიები და იმ მოხელეების სამსახურიდან გაშობა დაიწყო, ვინც ღიად დააფიქსირა საკუთარი კრიტიკული პოზიცია ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. ნინო ბალანჩივაძე გვეტყვის მეც საჯარო უწყებებიდან გაუსაძლისი პირობებისა თუ რეპრესიების გამო წასული მოხელეების შესახებ. საუბარს დავიწყებ გედედეს ყოფილი მაღალჩინოსნის გადაწყვეტილებით ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმის სამმართველოს ყოფილი უფროსი. უკვე მის Facebook-ის გვერდზე გუშინ ჩვენ გავიგეთ ოფიციალურად ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მან ოჯახთან ერთად დატოვა ქვეყანა და ახლა ცხადია საინტერესო არის მთავარი მიზეზი, რის გამო მოუწია მას ქვეყნის დატოვება. სავარაუდოდ ეს შესაძლოა ეხებოდეს მათ შორის იმ სანქციებსაც, რომელსაც თავი არის და შეიძლება ითქვას გედედეს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ მას შემდგომ, რაც მან მიმართა გათავისუფლებასთან დაკავშირებით უწყებას, მალევე უკვე ჩვენ ვნახეთ, რომ მაგნიტსკის სიაში მოხვდა ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი და ასევე სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე მირზა კეზევაძე და დიდი ალბათობით სწორედ ისიც იქნებოდა პირი, რომელიც მოხვდებოდა მაგნიტსკის სიაში, ვინაიდან ის იყო მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, მათ შორის აქციებთან დაკავშირებით და იმ დარბევებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვუყურებდით თბილისის ქუჩებში. თუმცა აქვე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში სასტიკად არბევდნენ გომელაურის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სპეცრაზმები, საქართველოს მოქალაქეებს, არ ერიდებოდნენ არავის, არც მედიის წარმომადგენლებს. თუმცა 10 დღის შემდგომ დაახლოებით რამდენიმე დღეში უკვე ჩვენთვისაც გახდა ინფორმაცია ცნობილი, რომ იყო კრიზისი უწყებაში, საპოლიციო უწყებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში. ამის შესახებ ჩვენ მაშინ მაყურებელსაც ვუყვებოდით და ამის შემდგომ ჩვენ აღარ გვინახავს დიდი რაოდენობით სამართალდამცველი ქუჩაში, აღარ გვინახავს, რომ სპეცრაზმი ყოფილიყო გამაგრებული მთავარ მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ეს ყველაფერი ემთხვევა მათ შორის დროში იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ირაკლი შაიშმელაშვილმა, სწორედ 3 დეკემბრით თარიღდება ის განცხადება, რომელთაც მან მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით და აქ განმარტებული იყო მიზეზად, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ის ითხოვს თანამდებობის დატოვებას და შესაძლოა ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს იმას, რომ ის უკვე აღარ ემორჩილებოდა ოლიგარქიულ რეჟიმს, აღარ ემორჩილებოდა იმ დავალებებს, რომელსაც სავარაუდოდ იღებდა ოლიგარქისგან, იღებდა მათ შორის ბიძინა ივანიშვილისგან, ზვიად ხარაზიშვილისგან და შესაბამისად ამიტომ მოუწია ახლა ქვეყნის დატოვება, ვინაიდან ისიც სავარაუდოა, რომ იქნება მასზე ზეწოლა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო. მალე დაგიბრუნდებით. ვახტანგ გომელაურს შესაბამისი პატაკით და განაცხადით 2 დეკემბერს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, ასევე გიორგი გოგინაშვილმა სამსახურიდან დათხოვნის მოთხოვნით, ვინაიდან მან თქვა, რომ განცხადებაში მაშინ აღნიშნა ის, რომ ის მოვლენები, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყანაში, იყო მისთვის მიუღებელი, ამიტომ მან მიიღო სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება და უნდა ითქვას ის, რომ აქ პროცესები ძალიან გააჭიანურა ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებულმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და უკვე დაახლოებით 3 კვირის დაგვიანებით 26 დეკემბერს მიუვიდა მას პასუხი და ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ ის დათხოვილი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან. ის არის ყოფილი პატრული ინსპექტორი, რომელიც ცალსახად ამბობს იმას, რომ საქართველოს გზა არის სწორედ ევროპული და არ ეთანხმება იმ ყველაფერს, რასაც ამ დროის განმავლობაში უყურებდა თბილისის ქუჩებში. დღეს მოვიდა მინისტრის ბრძანება. შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან დათხოვილი ვარ. დავტოვე შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები, მაგრამ ვაგრძელებ სამშობლოს სამსახურში ყოფნას. დგავარ იქ, სადაც მეტად სჭირდება ჩემს ქვეყანას.
ქართულმა ოცნებამ და ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო საჯარო სამსახურებში წმენდა ერთმანეთის მიყოლებით ათავისუფლებენ საჯარო მოსამსახურეებს იმ ადამიანებს, რომლებიც გამოთქვავენ კრიტიკულ პოზიციას ქართული ოცნების ნაბიჯებთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულმა რეჟიმმა გადაუხვია ევროპულ გზას და აკეთებს ყველაფერს და მიაქანებს ქვეყანას რუსეთისკენ და მათ შორის ჩვენ ნახეთ უკვე რეპრესიული კანონი, რომელიც მიიღო ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა, რომელიც გულისხმობს თითქოს რეორგანიზაციას საჯარო სამსახურში, თუმცა ეს უკვე შეფასდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ ეს გამოყენებული იქნება ეს კანონი სწორედ ჩურისძიების მექანიზმად იმ ადამიანების, იმ საჯარო მოსამსახურეების მისამართით, რომლებიც არ ემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. გიგა სოფრომაძე, რომელიც 8 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, მან უკვე მიიღო შესაბამისი შეტყობინება, რომ 1 იანვრიდან მას მერია უხქმებს ხელშეკრულებას. ის ჩვენ ამდენიმე წუთის წინ ჩავწერეთ და ჩვენთან საუბარში პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის შურისძიება, ვინაიდან მას აქვს განსხვავებული პოზიციები ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით და ასევე ამბობს იმას, რომ მერიაში არის ზუსტად იგივე განწყობები, უმეტესობა თანამშრომლებისა შეიძლება განცხადებას არ ავრცელებდეს, თუმცა ეწინააღმდეგება ქართული ოცნების პოლიტიკას და ისინი ერთგული არიან 78 მუხლის კონსტიტუციისა, მათ შორის მარიამ პერტია, რომელიც მუშაობდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში და 10 წლის განმავლობაში მუშაობდა ის აქ სიპში, მან მიიღო შესაბამისი განკარგულება, რომ ის აღარ იქნება უკვე ამ პოზიციაზე და ხვალ ალბათ შენიჯერი იქნება. ეს არის მთავარი სათქმელი, რაზეც ყოფილი საჯარო მოხელე წერს. მანამდე რამდენიმე დღით ადრე ასევე მარიამ კვერნაძესთან დაკავშირებითაც გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც თბილისის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობას იკავებდა და მან ეს პოზიცია დატოვა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი უკვე შექმნილი არის პროფკავშირები, რომლითაც საჯარო მოხელეებმა უკვე მიმართეს იუსტიციის სამინისტროს ამ ყველაფრის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით და ამის მიზანი, ამ ორგანიზაციის მიზანი იქნება სწორედ, რომ დაიცვას თითოეული საჯარო მოხელე, რომელიც უკანონოდ ეწირება ოლიგარქის ბრძანებებს. ყველაფერს უკავშირებ, რა თქმა უნდა, იმ აქტიურობას, რომელსაც არა მარტო მე, არამედ ბევრი საჯარო მოხელე საზოგადოებასთან ერთად უკვე ღიად ვაფიქსირებთ, ღიად გამოვდივართ უკვე აქციებზე, იმიტომ რომ ჩვენი თუნდაც მანამდე შიდა უწყებრივი საუბრები არ იქნა მიღებული და გაგებული საქანადოდ და ურულებელყოფილი იქნა. შემდეგ უკვე ღია განცხადება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ და თქვით, რომ ჩვენ ქვეყანას არ აქვს იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ დავშორდეთ ევროპას და ევროკავშირს და ვეწინააღმდეგებით ყველა იმ წინაპირობას, რომელიც ამის საფუძველს ქმნის თქო და ვრჩებით ხალხის და კონსტიტუციის საფუძველს თქო, ამაზე პასუხად მივიღეთ, რომ სამსახურიდან გაგვიშვებდნენ. გამარჯობა, მე მარიამი ვარ და ჩემი აზრის დაფიქსირების გამო ხელშეკრულება აღარ გამიგრძელეს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ სიფში ვიმუშავე 10 წელი. ხვალ ალბათ შენიჯერი იქნება. დაცვის მექანიზმი არის რეალურად ორი ნაწილისგან შემდგარი. ერთი არის ადგილობრივი სამართალწარმოების მექანიზმები, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ სასამართლო სისტემაში გასაჩივრებას. მეორე ეტაპი, რაც შეიძლება ასე ვთქვათ, ორგანიზაციამ რო განიხილოს და დღეს ეს დააყენოს, ეს არის უკვე სამართალწარმოება საერთაშორისო დონეზე. ამ ეტაპისთვის ერთ პირთან გვაქვს ასე ვთქვათ კომუნიკაცია, კი აიგებდით, რომ გიგა სოფრომაძეს გათავისუფლებული მერიიდან ამ ეტაპზე გიგასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა და ვცდილობთ, რომ დაცვის ასე ვთქვათ სტრატეგია შევმუშაოთ მასთან ერთად. საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი დღეს მერიის წინ ზუსტად 7-ის ნახევარზე გააპროტესტებს იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს, გააპროტესტებს იმას, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ათავისუფლებს იმ ადამიანებს საჯარო სამსახურიდან, რომელთაც აქვს დამოუკიდებელი პოზიცია და რომლებიც მიიჩნევენ იმას, რომ საქართველოს არჩევანი სწორედ უნდა იყოს ევროპული და ეს გაერთიანება კავშირი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს საჯარო მოხელეებს, რომ გამოვიდნენ, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით, აქ იქნებიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ მიაწვდიან ხმას მერიას და კახა კალაძეს, რომ ის იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს.